Გავარჯობა, ჩემი სახელი დიმიტრი, მე ვარ ბენზინის ძრავის დიაგნოსტი. დღეს სტუმრად ყავს ხონდა ელანტრა. ესე იგი აქვს პრობლემა ქონდა დაკარგა გაწევა და ქონდა ხალასტოეხოძე დეტონაცია. გავაკეთეთ ესე იგი დიაგნოსტიკა და ჩვენ გვიჩვენა ეგ შეცდომა P0079. ეხლა ესე იგი მინდა გიხსნათ რისი პრობლემა არის ეგ ზოგადად. ჩვენ გვაქვს აქ რასპრედვალი. მაგას უყენია ორი სალინოიდის კლაპანი, ერთი აქ და მხრიდან, მეორე ამ მხრიდან აქვს უკანა მხრიდან. ერთი არის ღაერის შემოსასვლელი, მეორე არის გასასვლელი, ანუ აფეთქების შემდეგ. ესე იგი, რას აკეთებენ ეგ კლაპნები? ჩვენ გვაქვს ეგეთი კლაპანი. ეს არის გასასვლელი კლაპანი, რასაც არეგულირებს რასპრედვალებს. ანუ უხეშად რო ვთქვათ, არეგულირებს ფაზებს ამ შემთხვევაში. და საჭიროების შემთხვევაში, რო იყოს გაწევა და სწორი მუშაობა და არ კონდეს ზედმეტი ხმა და ძრავის სტუკი, ამან ხსნის და კეტავს მაგ სალინოიდებს და ამ შემთხვევაში რასპრედვალი ცოტა წინ ან ცოტა უკან ტრიალებს. იმის მიუხედავად რა მდგომარეობაში ძრავი ზოგადად. ამ შემთხვევაში მე შევამოწმე ეს კლაპანი და ეს კლაპანი არის გაუმართავი. პირველი შევამოწმე, პირველი არის გამართული და ეს დიაგნოზის სწორი დასასმელად უნდა ყველაფერი შემოწმდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გაბუჭებული ის უკანა კლაპანი. ყველას წარმატებას გისურვებთ.